სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა დღეს დავიკითხეთ სახარება ლუკა მახარებლის, სადაც ლაპარაკია მაცხოვრის შესვლაზე იერიქონში და ვინმე მეზვერე ზაქეს მონდომებაზე, რომ დაენახა ეხილა იესო. პირველ რიგში ეს იმის ნიშანია, რომ უკვე დღეიდან დაიწყო მზადება დიდ მარხვისთვის. იმდენად მნიშვნელოვანია დიდ მარხვა და უფრო სწორედ რომ ვთქვათ, არა დიდ მარხვა მნიშვნელოვანი, არამედ აღდგომის დღესასწაული, რომ მას წინ მომზადება ჭირდება დიდ მარხვის სახით, ხოლო დიდ მარხვა თავისთავად იმდენად მნიშვნელოვანი სამზადისია, რომ მასაც გარკვეულწილად ჭირდება ეტაპობრივი სულიერი მომზადება. სანამ ადამიანი ფიზიკურ მარხვას დაიწყებს და რეალურად მარხვა არ არის გასტრონომიული პროცესი, არამედ სულიერი პროცესია, აი ეს სულიერება იწყება უკვე დღეიდან. და დღეს ვხედავთ ჩვენ სახარებას, რომელიც გვიბოძა ეკლესიამ წასაკითხად, შესაგონებლად, დასანახად, გასააზრებლად, რომ მთელი კვირა, თქვათ ამ სახარების ირგვლივ ჩვენ ვიაზროვნოთ, ვიფიქროთ და გარკვეულწილად მივემსგავსოთ კიდევაც აქ მოყვანილი ისტორიის გმირებს. არის იერიქონი ადგილი, ქალაქი, რომელიც სადაც მაცხოვარი შედის, რომელშიც შედის და უამრავი ხალხი დაჰყვება იცით მაცხოვარს, ძალიან ბევრია ხალხი, ეს უკვე წინა პერიოდია იერუსალიმში შესვლისა და ამიტომ დიდი ხანია უკვე მაცხოვარი აქვს ნაქადაგებარი და ხალხიც ბევრია. და არის ვიღაცა ზაქე, რომელიც არის მეზვერე, მებაჟე, გადა ხარკის ამკრეფი. დღეს ხარკის ამკრეფი დასავლურ ცივილურ სამყაროში არაფერს არ ნიშნავს. პატიოსთან ასრულებს თავის მოვალეობას. ადრეულ სამყაროში დასაკვირველია ხარკის ამკრეფი ყველაზე გაიძვერა კაცი იყო და ცუდი საქმე იყო, ვინაიდან ხარკის დაწესებული ვალდებულებასთან ერთად ის თავის მარჯასაც აწესებდა და მას შეეძლო დაესმინა, დაესაჯა ესა თუ ის ოჯახი და მოკლედ გაემწარებინა საშინად. ეს ერთი მხარე იყო, რომ ესეთ საიზღარი პროფესია იყო მაშინ მებაჟეობა. და მეორე ნაწილი არის ის, რომ ეს ხარკი თავის ქვეყნისთვის კი არ არის, არამედ იმ ქვეყნის სალაროში მიდის, რომელმაც დაიპყრო შენი სამშობლო. ეს არის რომის იმპერია, რომლის ქვეშემდგომი იყო სწორედ მებაჟე ზაქე. ანუ საძულველი იყო ეს ადამიანი ყველა მხრივ. აი ყველაზე საძულველ ადამიანთა შორის სწორედ ეს ადამიანი და ეს პროფესია გადიოდა. ამასთან ერთად ის იყო დაბალი ძალიან და ამიტომ ბევრი ხალხის გამო ვერ ხედავდა მაცხოვარს. და თუმცა მაღალი თანამდებობა ჰქონდა მას, ხო? ყველას ეშინოდა მისი, ყველა რაღაც გაურბოდა, ყველა რაღაცა მისგან დავალებული იყო. აი ყველაფერს გადააბიჯა ამ ადამიანმა და აერბინა ხეზე, რომ დაენახა მაცხოვარი. და ამდენ ხალხში მაცხოვარი მოდის და ეუბნება ზაქე, ჩამოდი ხიდან, მე დღეს შენთან ერთად უნდა ვისადილო. შენ იქნები დღეს ჩემი მასპინძე. იერიქონში ელოდება ხალხი, რომლებიც მზად არიან მაცხოვარს, ესე იგი გაუგონ
ესე იგი ლამაზი ტრაპეზი უმასპინძლოდ მაღალ დონეზე ასევე არიან მართლები, ჯულის მეცნიერები, წიგნობარნი, ხალხი რომელიც ეძებს და ელოდება მესიას, ხალხი რომელიც მას წინასწარმეტყველად აღიქვავს, რომელიც ეთაყვანება და მის გვერდში ყოფლას ამჯობინებს თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს. მაგრამ აი მიდის ვიღაცა ყველაზე საზიზღარ არსებასთან. ეუბნება შენთან უნდა შემოვიდეო და უცნაური ჟესტია მაცხოვრის ეს. მაგრამ სახარების თლიანი წიგნი 4 თავი შემდეგ მოციქულთა ეპისტოლეებიც სწორედ ამის ირგვლივ ტრიალებს, რომ ღმერთი განკაცებული იესო ეძებს მოწყვლულ ადამიანს. იესო ეძებს ცოდვილ ადამიანს. იესო ეძებს ადამიანს, რომელიც არ ეგუება თავისი მდგომარეობით. რა არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი იმყოფება? რაღაცა თუ მას რაღაც აშლილობა არ აქვს, ის რაღაც მშვიდ გარემოს ეძებს და როგორც კი მიაღწევს ამ წუთის სოფელში რაღაც გარკვეულ წარმატებას, ეს იქნება საქმიანი თუ აღიარებითი წარმატება, ну რაღაც თავის სტატუსს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში, ის უკვე მშვიდ ცხოვრებას იწყებს, ხო? აბობოქრება არის ახალგაზრდის და ჯერ კიდევ დაუღვინებელი ადამიანის თვისება. და როცა უკვე დაღვინდება, მან უკვე აღიარება მოიპოვა, მას უკვე გარკვეული სტატუსი აქვს, ყავს თავისი სამეგობრო წრე, აქვს თავისი საქმე, ყავს ოჯახი, ან არ ყავს ოჯახი, მაგრამ თავარია, რომ ის უკვე მიდის რაღაც გარკვეულ სიმშვიდისკენ, რომ ასე თუ ისე მოწესრიგებულია სამყარო და შინაგანათაც მე რაღაც ეს ნამუსი არ მომხილებს. და აი მაცხოვრის მოსვლა თუ გვასოთ პირველივე შემოსვლა მაცხოვრის იწყებს შეინანეთ, რამე თუ მოახლოებული არ სასופრელი ცად. აი შეინანეთ ეს კი მივეცვიეთ ჩვენ და გონია სინანული, ვაიმე ვიტირო, ვაიმე ჩემს ცოდვებს მივხედავ, რაღაც აი ესეთი რაღაცა თვით გვემის პროცესი. მაგრამ სრულად არ არის ქრისტიანული სინანული თვით გვემასთან კავშირში. უფრო მეტიც ჭეშმარიტი სინანული აუცილებლად სიხარულთან ერთად არის ნაზავი. შენ თუ კიდე გაარკვიო, რომ საღმრთოა შენი სინანული თუ ბოროტი მდგომარეობა, არ არსებობს ბოროტი სინანულიც. იუდამაც შეინანა და მოიკლა თავი, გვახსოვს, ხო? არამედ შენ სინანულში თუ არის აი ეს სიხარულის ნაწილი და იმედი საფრთხო დიდებისა და ნეტარების შეგრძნება, აი ეს არის ნამდვილი სინანული. და ამ პროცესისკენ მიუთითებს მაცხოვარი. ეს არის მაცხოვრის მოსვლა, რომელიც გეუბნება, ეგრეც არ არის საქმე, როგორც შენ გონია. შენ კი დაიმკვიდრე, დამშვიდი, კარგად ვარ, შვილები მეზდება, ფული მაქვს, რა გარკვეული მეგობრები მყავს. ნუ კარგად ვარ, რელიგიურადაც დავდივარ, საფრთხოს ჯულს ვემორჩილები. მაინც გეუბნება შეინანე. უცნაურად, აი უცნაურად ხო არ ვთქვია, რომ აი ცოდვილებმა შეინანოს. არ ვთქვია მაცხოვარ ცოდვილებმა შეინანოს. ცხოვრება თქვა, რომ შეინანეთ. კაცის მოდგმა უნდა აი ეს გავს გარკვეულ წილად მაცხოვრის ნათქვამის სინანულის გავს იმას, რომ ადამიანის იმ მდინარეს, რომელიც რაღაცა დატპორილია და არის ნელა მოძრაობს, ხო? რაღაც ეს არ არის მთის მდინარე, არამედ აი წარმოვიდგინეთ ძალიან ველზე გაფუველი უკვე დამპალი წყალი, რომელიც არ მოძრაობს. მაგრამ დალექილი აქვს ქვევით, ზევიდან გამჭირვალეა, მაგრამ შმორია შიგნით.
და ეგრე ქვას რო ჩააგდებ შიგნით ეს აიმხრება ეს წყალი და აბუბოქრდება აი გარკვეულწილად ამას გავს მაცხოვრის წარმოთქმული სიტყვა შეინანეთ რომ რაღაც პროცესი უნდა დაიწყოს არ შეიძლება ესე რომ მიუშვა შენი თავი და უკვე აი მე რაღაცა კეთილ განზომილებაში ვარ სიმშვიდე არის ორნაირი ერთი არის საღვთო მშვიდობა რომელიც საღვთო მადლთან არის პირდაპირ კავშირში და ეს არ არის ომის გარეშე მყოფობა ხო არა ომი მშვიდობას არ ნიშნავს მშვიდობა ნიშნავს ღმერთთან კავშირს როდესაც მშვიდობის მყოფელი ხარ ადამიანი და მეორე მშვიდობა როცა ესეთი მშვიდობა იცით როგორი მშვიდობა რომელიც დამყარებულია რაღაც ბოროტ წესრიგზე არის ესეთი დღესასწაული წინა დღესასწაული აღდგომის დღესასწაულისა ეს არის შაბათის მსახურება ძალიან ცნობილი და კარგი მსახურება ქართულ ეკლესიაში და რუსულში და ბევრ ეკლესიაში ეს მსახურება ჩვეულებრივ მიმდინარეობს როგორც წირვა მაგრამ თქვენ თუ ნახავთ ბერძნულ ტაძრებში როგორ მიმდინარეობს ეს მსახურება ძალიან გაგიკვირდება და თავი არ გეგონებათ ეკლესიაში ვინაიდან იწყება მსხრევა ყველაფრის იწყება აყირავება სკამების იწყება ხმაური და შეძახილები ბაკუნი ფეხების თუ ხელების ტასიდებზე თუ ანალოგიებზე და ნუ გამორბის მღვდელი რომელიც განასახიერებს პეტრეს მეორე მღვდელი იოანეს და ამბობს რომ მოდი ღმერთო და დაამარცხე ბოროტება აღზრდე ღმერთო და განსაჯე ბოროტება ეს რატო არის ეს ხმაური და ამბავი ნახეთ ეს არის სახე იმისა რომ მაცხოვარი როცა პარასკევს ჯვარს ეცვა ის ჩვენი რწმენი ჩავიდა ჯოჯოხეთში სადაც დაამსხვრია ყველაფერი გახსოვთ ხო აი ჯოჯოხეთური წესრიგი მან დაამსხვრია აი ჯოჯოხეთური მშვიდობა დაამსხვრია და მოუტანა საღვთო მშვიდობა იმიტომ რომ ეს მშვიდობა არ არის მონობა და ტყვეობა უძალობა არასინათლე ეს არ არის მშვიდობა ამიტომაც ეს ტაძარის მსახურებას ამას განასახიერებს რომ მოდის ღმერთი და ამსხვრევს აი ამ ბოროტების მშვიდობას აი საბჭოთა კავშირში მშვიდობა იყო სიტყნარე იყო ნაკლები ქურდობა იყო წესრიგი იყო აი სტალინის დროს კიდევ უფრო მაგარი წესრიგი იყო ხო რაც უფრო მოუჭერ ხელს ხალხს და რაც უფრო დაამონებ და უუფლებოს ტოვებ ადამიანი მით უფრო ის წინააღმდეგობის ვერ გამწევია და ეგ გარკვეულწილად შორიდან შეხედვით მშვიდობა აი სწორედ ეს ბოროტების მანქანა უნდა დაიმსხვრეს მაგრამ ეს ბოროტების მანქანა არ არის მარტო სახელმწიფო და არც არის მარტო რაღაცა ისეთი გარე მდგომარეობა სივრცეში არამედ ეს არის შინაგანი მდგომარეობა ჩვენ შინაგანად ზუსტად იგივე ფორმირებული სახე გვაქვს როცა უკვე დავждებით ლამაზად და დავალაგებთ ყველაფერს და კარგად ვარ და უცებ მოდის მაცხოვრი და გეუბნება შეინან რაღა უნდა შევინანო ცოტა გამაღიზიანებელიც არის არა გარკვეულწილად ღიზიანდებიც კიდევაც როცა გვეუბნებიან შეინან მაგრამ შეინანეში არის სწორედ არ შეჩერება არ გაჩერდე არ ჩამოწდე რომ დაისვენე რასაკვირველია მაგრამ არ გარანტირებული კარგად ყოფნა არ ქონდეს აბობოქრთი შინაგანად აბობოქრთი კიდევ ერთხელ გადახედე კიდევ გაიაზრე გაიმეტე გაამდიდრე შენი მდგომარეობა არ არსებობს სტატიკური ქრისტიანობა ქრისტეს უყოველთვის გემალება
გამოდის გეჩვენება გინახულებს შეხვდები მოგხვდება მე ისე ვიმალე მე ისე უნდა ეძებო თორე ეს პროცესი რო არ ქონოდა მათ სხვა მალვის უხილავობის მას პირდაპირ განცხადდებოდა აგერ იჯდებოდა ჩვენს გვერდზე და ვინ არ ირწმუნებდა მაგრამ ჩვენში პროცესი არ იქნებოდა ეს იქნებოდა გამაყუჩებელი ადამიანისთვის როცა ადამიანს განიცდის ტკივილს თავისთავად ტკივილი ცუდია მაგრამ მეორე მხრივ ტკივილი ნიშანია რომ კარგად არ მიდის საქმე როგორც კი გამაყუჩებელს გაგიკეთებს კარგად წავა საქმე გარეგნულად იმიტომ რომ აღარ მტკივა და ვიცინი ვარ მაგრამ ვიცინი უпростоრეთ მაგრამ პროცესი ხომ მიდის ტომა ხომ მიდის ესევე არის მაცხოვარი თუ გინდა შენ მოწაფე ჩემ და ყოფად აღიღე ჯვარი შენი უარ ყავ თავი შენ და შემომიდეკ მე მოდი დავждეთ კი არა შემომიდეკ მე როგორც კი დავждეთ უთხრა პეტრემ როცა ფერისვალების დროს მაცხოვართან ერთად დაინახა მოსე და ელია უი რა კარგია აქ შენთან უფალო მოდი გავაკეთოთ სამი კარავი ერთი შენთვის ერთი ილიასთვის ერთი მოსესთვის და ვიყოთ აქ აღარ გვინდა რა ეს პროცესი რა მოდი მოვჩეთ ამ ყველაფერს დაქვე ვარ კარგად ვარ მეტი რა გვინდა მაგრამ არა ჩამოვიდა პეტრე გააგრძელა ცხოვრება დაასრულა ჯვარცმით თავისი ცხოვრება და მაშინ გახდა პეტრე როცა საბოლოოდ აღესრულა მისი ცხოვრება ისე როგორც მას მაცხოვარმა თავის დროზე უწინასწარმეტყველა ხო და აი ზაქე არის ის ადამიანი აი ამდენ ხალხში რომელმაც რაღაცა აი ეს შერყევა მოხდა მაშინ დაავარდა და დანახვა უნდოდა სურვილი ქონდა რო ჩამოვიდა მაცხოვარმა უთხრა შენთან მოვდივარო და ეს მაცხოვარი არ თხოვს ზაქეს აღსარების თქმა სინანულისკენ არ მოუწოდებს აბა მორალს არ უკითხავს თიც არ უკითხავს არა უბრალოდ შენთან მოვდივარ ის ეუნება რომ აი მე დავაშავე იქ დავაშავე მაგრამ მარტო აღიარება არ კმარა ნახე ზაქე ეუნება სადაც დავაშავე ერთი იქ მივაგებ 4 წელს ანუ მე გამოვასწორებ მე არ გავჩერდები იმით და მე მოვინანიე შევინანე და ეხლა წავედი სუფთავარ და ცხოვრებას ვაგრძელებ დამშვიდებული გულით არა სადაც დააშავე იქვე გამოასწორე და მაცხოვარი ამბობს რომ აი ესეცა შვილი აბრაამისი არის რამე თუ მოვედი მე არა მართალთა ცხონებად არამედ ზოლთა სინანულად ხო არა იმისთვის რათა დავსაჯო და გამსაჯო სოფელი არამედ რათა ვაცხოვნო ეს თავარი მაცხოვრის შეგონება რომ არა მარტო ზაქესთან არამედ თვითონ ჩვენთაგანთან მოსულია და ძალის ხმევა აქვს რომ გაცხოვნოს მისი უდიდესი სურვილია წარმოიდგინე ღმერთის სურვილია რომ შენ ძალიან გაცხოვნოს ძალიან უნდა რომ გაცხოვნოს ოღონდ ამ პროცესში შენ უნდა ჩაერთო შენი ჩართვის გარეშე მან როცა ადამიანი შექმნა მაშინ თავი დაისუსტა რატო დაისუსტა თავი იმიტომ რომ ადამიანი თავის ხატად შექმნა და მისამას თავისუფალინება ამ თავის ქმნილებას შეუძლია რომ შეურაცხყოფა მიაყენოს მას უარი თქვას მასზე უფრო მეტით დასაჯოს და ჯვარზე გააკრას ხომ ნახეთ არა რაც გაუკეთა ადამიანმა მაცხოვს მაგრამ შეუძლია რომ მას მიემსგავსოს და ანგელოზი გახდეს და აი ამ პროცესში როცა ღმერთს რაღაცა უნდა ძალიან უნდა და ამაზე არ შერდება ხო მთელი სახარება ამითაა სავსე წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი წყალობა მნებავს და ნუ გეშინის მე მიძლევია სოფესა ნუ გეშინის გამარჯვებულ ბრძოლაში ხარ შემოსული ძლიე ბოროტება ვერავინ ვერ მოგეკარება შენ უბრალოდ შენ ჩადექი და ხელი გამომიწოდე ხშირად ვამბობ ხოლმე მიკელანჯელოს ფრესკაზე როცა დაბადება ადამის ხო ორი ხელი ღმერთისა და ადამიანისა
რომელიც გაწყვილია ერთმანეთისკენ. თქვენ ნახავთ, რომ ადამიანის ხელი ესეთი მოფამფალავებულია და ღმერთის ხელი არის ბოლომდე გაწყვილი. აი ძალიან გაწყვილია. და ადამიანის თითები შორდა რომ ხედავ გონია რომ შეხებულია, მაგრამ მთელი ღვთისმეტყველება მაგაშია, რომ შეხებული არ არის, აი ესე ღმერთის ხელი მოდის და ადამიანმა უნდა ეს თითი მოხრილი უნდა გაშალოს, რომ შეეხოს. მაგრამ ეს გაშალა უნდა მოახდინოს თვითონ, აი იქ ხარ მარტო. იქ შენ ხარ, შენ უნდა გადაწყვიტ. აი როგორც მარტო იყო ზაქე აი ამდენ ხალხში საზიზღარი არსება. ხო? დამხელა რაღაც პატივმოყვარე და როგორი მედიდური იქნებოდა ჩვენი ჩინოვნიკები როგორები არიან და წარმოიდგინე ხე რომელიმე ხეზე რო აწრეს პატრიარქის სანახავად, ხო წარმოუდგენელია. მარტო ჩვენთან არა, ცივილურ სამყაროზეც გულისხმობ მე. წარმოუდგენელია, ხო? ეხლა და ზაქე აწრო და დაჯილდოვდა. და როცა ერთხელ ერთი კარგი მოძღვარი რომელიც მონასტერში წირავდა და დედებს უთხრა რომ მოემზადეთო ზიარებისთვისო მოემზადნენ და ვინ არის ღირსი ზიარებისთვის აი ეს ხო რიტორიკული შეკითხვა არ არის სერიოზული შეკითხვა ღირსი არავინ არ არის ზიარებისთვის არა არც რაც არ უნდა მოემზადო ეხლა წარმოიდგინე ამ სიწმინდის მიღება წარმოუდგენელია ღმერთის მიღება შენში ამ უკიდეგანო სამყაროსი და ამ სიწმინდის რაღაც წარმოუდგენელ ხარისხს ენით აღუწერელს და მოუთქმელს ვერ მოემზადები მაშინ ვინ არის ღირსი ზიარებისთვის აი ზაქეს მაგალითიდან ჩანს ერთი რამ ღირსი არის ის ვისაც ძალიან უნდა ზიარება იმდენად უნდა ზიარება რომ არ უყურებს არავის და არაფერს თავისი პრესტიჟი რა სიტყვის ხალხი როგორი იქნება მერე მომავალში მისი მდგომარეობა და რა არაფრით არ მომზადებულა ზაქე უბრალოდ აირბინა ლეხსულელზე ჩვენც როცა ამ შეგონებას ვიგებ მარხვის წინ ეს უნდა გვახსოვდეს რომ მომზადებაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს არა ხორცის არჭამას არამედ ძალიან დიდ წყურვილს იმისა რომ ეზიარო სიწმინდეს რომ შენში ამ სიცარიელეს გრძნობ სიწმინდისეულ სიცარიელეს არა ადამიანურ სიწმინდისე მაღალი ნეტარების შეგრძნების აუცილებლობას გრძნობ და გინდა და მიდიხარ და ეზიარებ რასაკვირველი აქვს ლოცვა კურთხევა ყველაფერი აუცილებელია მაგრამ პირველადი არის შენი დიდი სურვილი ზიარების დღეს არის წმინდა ექვთიმე კერესელიძის ხსენების დღე იღუმენისა ჩვენ ვახსენეთ ჩვენ ყველა ქართველმა უნდა ვიცოდეთ ელემენტარული საქართველოს ეკლესიის ისტორია და საქართველოს ისტორიას განსაკუთრებით თუ ეკლესიურები ვართ რაღაც ელემენტარულები უნდა ვიცოდეთ აი დღეს ისეთი ადამიანის ხსენებაა რომ გვერდს ვერ აუვართ ექვთიმე კერესელიძე იყო ადამიანი რომელმაც თავის კისერზე თავისი ღვაწლით და წვალებით მოგვიტანა ეს უნიკალური ქართული სიმღერა გალუბის ნოტებზე გადატანილი მთელი ტომეულები 5532 საგალობელი დღეს ჩვენ რასაც ვგალობთ რითაც ვამაყობთ ქედმაღლობთ ვამპარტავნებთ კიდევაც მთელი სოფლიოს წინაშე აი ყველაფერი აი ბოლო ნაწილით ამ ერთ ადამიანზე გადაიარა მანამდე დაიწყეს სხვებმა მათ შორის ჩვენი პირველმა წინამძღვარმა
ვასილ კარბელაშვილმა თავის ძმებთან ერთად, ფილიმონ ქორიძემ, რომელმაც მიატოვა ლასკალის ბრწყინვალე კარიერა და ჩამოვიდა საქართველოში და დაიწყო შეგროვება. რატო გადაარჩინეს, რომ ვამბობთ, რას ნიშნავს გადარჩენა? ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ქართული საგალობლის ჩაწერის პრინციპი იქნა დავიწყებული. ანუ ნეუმური წერა ნოტებისა, მაგრამ ნოტი არ არის. ეს უფრო დაუხვეწავი ტიპია, ნეუმა ნიშნავს რაღაცა იეროგლიფს, რომელიც აღნიშნავს მელოდიურ ხაზს. რაც პატარა მელიზმას. და ეს როცა იკარგება, ხო, მე უკვე ვეღარ კითხულობ. მას ამიტომ დაკარგული ჩვენ გვაქვს ხელნაწერები ამ მელიზმებით, მაგრამ მკითხველი არავინ არ არის, იმიტომ რომ არ იცი ხაზი ზუსტად რა მელოდიას ახსოვს. სანოტო სისტემა მაგალითად, ხო, რაც თქვათ გვიდო არეთიელმა შემოიტანა პირველად, ხო, ბრწყინვალე რამე მოიგონდა სანოტო სისტემა, მას არ ჭირდება გაშიფრვა. პირდაპირ შეგიძლია აიღო და დაუკრა ის მელოდია, რომელიც წერია, გენიალური რამე გააკეთა. ბერი იყო სხვათა შორის, რომელიც კათოლიკი. და აი ის რახან ფილიმონ ქორიძე ლასკალაში და მილანში ცხოვრობდა და კარგად იცოდა თეორია და ჩაწერა სანოტო ნოტების და მას შეეძლო ეს რომ გადმოეტანა ზეპირ ნამღერი და ჩაეწერა, ამიტომაც დაანება თავის კარიერას და ჩამოვიდა და დაიწყო აი ძმებ კარბელაშვილებთან ერთად ამის კეთება. მაშინ ახალგაზრდა იყო ექვთიმე, მაგრამ ექვთიმეს ჰქონდა სტამბა პირველი და ეს უბეჭდავდა, უწერდა და ეხმარებოდა ამათ. და მერე მოხდა ისე რომ ეს იყო სწრაფად ჩაწერილი საგალობლები. უпростоრეთ რომ ვთქვათ, საგალობლების იწერდნენ ზეპირად, ხალხმა დიდმა გალობლებმა იცოდნენ ზეპირად საგალობლები. და ეს გალობლები კვდებოდნენ, უკვე მოხუცები იყვნენ, ბევრნი აღარ იყვნენ, იმიტომ რომ რუსულმა იმპერიამ ეს გარკვეულწილად აგრძალა დიდ ტაძრებში და ბევრ ტაძრებში ქართული გალობა. და ამიტომაც აღარ იყო მოთხოვნა ამ საგალობლებისა. და ნუ ეს მოხუცები და დიდი ლოტპარები უკვე ტომას მიეცემოდნენ და უკვე მოხუცები იყვნენ და საჭირო იყო აი მათი ეს ზეპირი ცოდნა, რომ ჩაეწერილიყო და დაეფიქსირებია და რაც ნიშნავს ამ გადარჩენას ამ საგალობლებისა და ხოლო აი ეს ექვთიმე უკვე ბოლოსკენ მოვიდა, ეხმარება ყველაფერში, განსაკუთრებით ფილიმონ ქორიძეს, მაგრამ მოკვდა ფილიმონ ქორიძეც. ყველანი კარბელაშვილებიც დაიხოცნენ, ყველანი და ექვთიმე კერესელიძეს აქვს 40 ტომი წარმოიდგინე 5532 საგალობლის, რომელიცაც ეძებს საბჭოთა ხელისუფლება, რომ გაანადგუროს ან რაღაცა უქნას პირველ ეტაპზე. ამის კეთება იყო ძალიან საშიში, იმიტომ რომ ექვთიმეც დაჭერილი იყო, ყველა რელიგიური გამოვლინება იყო ხალხის წინააღმდეგ შერაცხილი, პროგრესის წინააღმდეგ, სიბნელის გამოვლინება. ეს სიბნელე უნდა ამოძირკოს საბჭოთა მთავრობამ. არ შეიძლება მრაკაბესიე იყოს მის სახელმწიფოში, პირველი ათეისტური სახელმწიფო. აი დედამიწის ზურგზე არასდროს არ ყოფილა ათეისტური არც ერთი სახელმწიფო და აი პირველი სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირი, 15 რესპუბლიკა, ხო, მათ ცელსურის ჩვენც აღმოჩნდით. ხო და ექვთიმე მალავდა ამას ყველაფერს. და ამის დამალვა ნიშნავდა, რომ აუცილებლად დაგხრედნენ, აუცილებლად რო ეპოვნა. ისევე როგორც სხვა და მოღვაწეები მალავდნენ საგანძურს. მაგალითად, თუ არ დაგღალეთ ახლა, როცა
პირველი რესპუბლიკა ქართული შედგა ძლივ საქართველო განთავისუფლდა და ამოვისუნთქეთ ყველა ამის მომხრე იყო ხო ილია ჭავჭავაძედან დაწყებული მთელი სამღვდელოება ქართული პირველად ავტოკეფალია გამოაცხადა შემდეგ შეუტიეთ და დამოუკიდებლობაც მივიღეთ რევოლუცია მოხდა რუსეთში და აღარ ეცალა საქართველოსთვის არავის და პირველი პრეზიდენტი არა სახელმწიფო მმართველი იყო ნოე ჟორდანია იმის მაგივრად რომ აი ეს რუსეთის ეკლესიისგან ეგზარქოსებისგან განადგურებული ეკლესიის მხარე დაეჭირა და ფეხზე წამოეყენებია თვითონ დაუწყო ბრძოლა შევარდა გელათის მონასტერში მთელი ინვენტარი წაართვა მუზეუმში უნდა წავიღო გააუქმა მონასტრები გააუქმა ეკლესიას სარჩო საბადო გააუქმა ეკლესიის მიმართ შეწირული სოფლები გააუქმა რუსეთის მიერ დაფინანსებული საეკლესიო ცხოვრების წესის დაფინანსება შეუწყვიტა ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა აი დღეს ლიბერალები რომლებიც ახალი ლიბერალები ყავს ხო რომლებიც ხარობენ ნოე ჟორდანიათი აი როდის დაუწყეთ დევნა ეკლესიას ჯერ კიდევ არავის არ ჰქონდა დაწყებული ეს ეკლესიის დევნა როცა ჩვენ დავიწყეთ ეკლესიის დევნა ანუ სრული სეკულარიზაცია მოვახდინეთ და ეს საამაყო იყო მე მახსოვს ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიყავი სადაც გამოდიოდნენ და ანგარიშს აბარებდნენ დასავლელ წარმომადგენლებს თუ აი ნოე ჟორდანიამ რეები გააკეთა ნოეს მოყვა მე მაგის უარესი ფორმა კომუნისტური პარტია რომელმაც საერთოდ დაიწყო არათუდენა დახვრეტა და აი ექვთიმე კვარკერესელიძე გელათის მონასტერში იყო ეპისკოპოსი დაუხვრიტეს ნაზარი იცით თქვენ ხო წმინდა ნაზარი 7 სასულიერო პირთან ერთად მათ შორის სვიმონ მჭედლიძე რომელიც ეხმარებოდა ექვთიმეს ამ ყველაფრის საქმეს გამართვაში გესმით დაუხვრიტეს ყველანი და აი ეს დახვრეტის შიშით მარტო ადგა და ეს 45 მარტო ურემი წამოიღო თბილისში ზედაზნის წინამძღვრად განაწესეს ჩუმად კათალიკოსმა ამბროსი ხელაიამ და იქ გადაიტანა მთელი ეს საგანძური დააფლა მიწაში და მარტო იყო გელათის მონასტერში და სიკვდილამდე ამას ეფერებოდა და შემდეგ უკვე იყო რაღაც 51 წელი ომი იყო თუ რაღაც დაწყებული ჩააბარა ხელნაწერთა ინსტიტუტს და გადარჩა უკვე ეხლა ჩვენ ყველაფერი ეს გაგვაჩნია. მოკლედ მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ ის ადამიანები ვისი ღვაწლითაც შენ დღეს ამაყობდა თავი გაქვს აწეული ცხვირიც. მეთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, წმინდა ექვთიმე იყოს ჩვენი წყალობელი და მის გზაზე ევლოს ჩვენ მომავალ თაობას, ჩვენ ახალ თაობას.